ყაზახური მენეჯმენტი თბილგაზში ბრუნდება გადაწყვეტილება ამის შესახებ ასტანაში ყაზახეთისა და საქართველოს მთავრობათა შორისი კომისიის ხდომაზე მიიღეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყაზახურ მხარესთან ხელი მოაწერა ოქმს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ვალებთან დაკავშირებით პრობლემა ამოწურულია და ყაზტრანსგაზის თემაზე ორმხრივი სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. ძალიან დიდი ინტერესია ჩვენი ქვეყნის მიმართ და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ახალი ინვესტიციები წამოვა, განხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალი ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში იმისთვის, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის იქნება ძალიან დადებითი ეს ყველაფერი. ყაზახეთსა და საქართველოს შორის დაგროვდა ბევრი გადაუჭრელი საკითხი და ჩვენი განწყობა ორმხრივად არის ის, რომ მოვაბაროთ ეს საკითხები. კერძოდ საკითხი ეხება ყაზტრანსგაზსაც, ეხება ასევე სხვა საკითხებსაც. ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რათა ყველანაირად ხელი შეუწყოთ თბილგაზის მმართველობაში ყაზახური კომპანიის დაბრუნებას.